6 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღია მსოფლიო ისტორიაში, მე კი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ 6 ივლისს ზედა პალატაში გადის ლინცი გრემის და სხვების კანონპროექტი, რომელიც რუსეთის დამატებით დასანქცირებას ითვალისწინებს და ეხება ტრამპმა პრინციპში ღიად თქვა, რომ ის არათუ წინააღმდეგი არ არის, არამედ მომხრეა და მომხრეა რომ სწრაფად მიიღოს ორივე პალატამ ეს კანონი ჯერ სენატში გავადა, მერე უკვე ქვედა პალატაში და მერე უკვე დაუბრუნდება პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტი ტრამპი მაღალი ალბათობით მოაწერს ხელს და როცა ხელს მოაწერს პრეზიდენტი ტრამპი, უკვე დაწესდება ახალი სანქციები, მათ შორის 500%-იანი ტარიფები რუსეთის წინააღმდეგ და ეს დამატებით აცოფებს რუსეთს ის მიხვდა, რომ ტრამპი უკვე ჩამოყალიბდა. ყველა მიხვდა, რომ ტრამპი ჩამოყალიბდა და ყველა მიხვდა, რომ რუსეთი ნელ-ნელა დამარცხებისაკენ მიდის, ყველა მეთქი ამას ვამბობ, მაგრამ პრინციპში ახლა გატყუებთ, იმიტომ რომ ყველა მინუს ძალიან უხეშად ვიტყვი 7 ან 8 ან 10 სახელმწიფო სოფლიოს 200-ზე მეტი სახელმწიფოდან რაოდენი სამწუხაროა, რომ ამათ სახელმწიფოში არის ოდესღაც თავისუფლებისთვის მებრძოლი, ოდესღაც თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი, რუსეთისათვის პირველი ან ერთ-ერთი პირველი ხელის უკუღმა ამწნავი თუ ამწვდელი სახელმწიფო, ქვეყანა ხალხი. ხალხზე ალბათ მაინც არ უნდა ვთქვათ, ქვეყანა სახელმწიფო საქართველო იმ ათეულშია, არ ვიცი, ჩრდილოეთ კორეასთან, ბელარუსთან მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ იქ ბელარუსსა და რუსეთს შორის ნელ-ნელა იძაბება ურთიერთობა და სხვებთან ერთად, ვინც რუსეთისკენ არიან არსით და სახელმწიფო მეთქი ასე ვამბობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბანდა, რომელიც მართავს, ეს არის ბანდა და სახელმწიფო სულაც არ წარმოადგენს ოღონდ თითქოს რაღა იმათ ძალაუფლების კვერთხი უპყრიათ ხელთ, შესაბამისად, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ისინი არიან მართველები არიან რა ისინი მოაჩენენ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს სახეს, კვლავ მეორე რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ რო ამას არ ვეპუებით, ეს გასაგებია. ამასობაში რუსეთს ეძაბება ფრიად ურთიერთობა ორ ისეთ სახელმწიფოსთან, ორ ისეთ ქვეყანასთან, რომლებიც მისი იყვნენ არც თუ შორეულ წარსულში. ყველა რო ხტებოდა 90-იან წლებს არ გულისხმობდა აბულ-ფაზელ ჩიბეის და ლევონ ტერ-პეტროსიანს, ანუ პირველ პრეზიდენტებს ამ ორი სახელმწიფოსი, ანუ აზერბაიჯანისა და სომხეთისა, მაგრამ უკვე შემდგომი პერიოდიდან რუსეთთან იყვნენ ჩახუტებული სომხეთი დასაკვირველია და სომხეთის დღევანდელმა უაღრესად ნოვატორმა, უაღრესად პროგრესულმა, უაღრესად სწორმა და ისტორიულმა ლიდერმა, პრემიერმა ფაშინიანმა გადადგა მრავალი მიმართულებით ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ადასტურებს ან მიგვანიშნებს, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, რომ განქორწინება რუსეთსა და სომხეთს შორის გარდაუვალია. ან რუსეთისაგან წამოვა სომხეთი, რომელიც ისედაც გულაყრილია მასზე, ნაწყენია მეთქი ასე ვიტყვი და ნელ-ნელა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ივლის ევროპის მიმართულებით. ამის ნათელი დასტურია ის, რომ სომხეთმა უკვე გახსნა სამხედრო სხვადასხვა ხელშეკრულების სამხედრო მოლაპარაკებაც ევროკავშირთან და ასევე გახსნა მოლაპარაკებები საკითხზე ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ოდნავ მეც ვიტყვი და ვიტყვი კერძოდ იმას, რომ ბოდიში ვიხდი ერთ წამს, სომხებმა ამასობაში მიიღეს უკვე ერთგვარი პირობები იმასთან დაკავშირებით, რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ერევნიდან ბრიუსელში თუ ერევნიდან პარიზში, მოდი ასე ვიტყვი, ყოველგვარი ვიზის გარეშე გადაადგილდები და წახვალ და გაემგზავრები. რა კარგიაო ვინმე იტყვის ჩვენგან და ამართალიც იქნება და რა არის გასაკვირი ამაშიო, ან ჩვენს ხომ გვაქვსო იტყვის მეორე და ეს კი ცოტა გასაპროტესტებელი ან წინააღმდეგობა გასაწევი იქნება. საქმე ის არის, რომ კი გვაქვს, როგორ არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ დინამიკის თვალსაჩინო ზემოთ კი არ მივდივართ, როგორც ვითარდებით, როგორც სომხეთი ვითარდება, არამედ ჩვენი თავქვედაღმართი არის კატასტროფისაკენ, უფსკრულისაკენ, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში, ჩვენ გარკვეულზე მაღალი, მოდი აი
ძალიან ესეთი მოზომილი ვიქნები, გარკვეულზე მაღალი ალბათობით ჩვენ სწორედაც რომ ჩამოგვართმევენ უვიზო რეჟიმს, შეგვიჩერებენ და ეს მაშინ, როდესაც სომხეთი მიიღებს კი არ ვეჯიბრები, რასაკვირველია ვულოცავ თუ ესე მოხდება, ის ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების პროცესშია და ოდეკაბედან და ესენგენდან გამოდის მეთქი სომხეთი მეთქი ამას ვამბობ. ეს ყველაფერი რასაკვირველია დაფუძნებულია ყარაბაღის ბოლო ორი ომის კონფლიქტის დროს რუსეთის სრულიად ანტისომხეთურ პოზიციაზე, იმაზე რომ რუსეთმა გადააგდო და აზერბაიჯანს მისცა კარდ-ბლანში, აზერბაიჯანს რომელიც თავის მხრივ ხარგამაგრებული იყო და არის თურქეთისაგან და აზერბაიჯანში ესეთ დემოკრატიის სხივს ჯერ არ შეუღწევია, მაგრამ აზერბაიჯანში თვითმყოფადობის სხივმა კი შეაღწია, ასე ვიტყვი, აზერბაიჯანი ძლიერდება და აი ესე ჩვენს რეგიონში, აი ამ სამ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, როგორც სამხედრო პოტენციალით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ვაღიაროთ დემოკრატიის უგულებელყოფის მიუხედავად და სამწუხაროა რომ ასე ხდება აზერბაიჯანში, რასაკვირველია, ეგ ძალიან მძიმეა ადამიანის უფლებების საკითხები და ასე შემდეგ და აზერბაიჯანს არც აქვს მაინც და მაინც დიდი სურვილუკები იმის თაობაზე, რომ ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს ასეთია და რას ვიზამთ. და თან გამაგრებული აკითხარით თურქეთის მიერ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ამასობაში ურთიერთობა იძაბება, ამაზე ოდნავ მოგვიანებით 2-3 წუთში შევჩერდები და რატომ დაიძაბა ურთიერთობა ამას კი ამბობთ, მანამდე კი გეტყვით, წარმოიდგინეთ რა ხდება გარშემო რუსეთის გარშემო. ფინეთთან მან მიიღო 1250-1300 კილომეტრიანი ნატოს საზღვარი, ანუ ფინეთს არ უნდოდა შესვლა ნატოში ამ 3 წლის 4 წლის წინ, ახლა კი ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთმა გაჭედა, უნგრეთმა გაჭედა, ორივემ განაცხადა თანხმობა. უკვე შემდგომ წარმოიდგინეთ, ხო, ეს გამახსენდა ბოდისფიხტი ამას ვიტყვი, ხო ამბობს უკრაინასთან ემართებაში რუსეთი, რომ მე არ დავუშვებ ნატოს გაფართოებას ჩემს საზღვრებზე, რომ დაერტყა მაშინ ფინეთისათვის რასაკვირველია ვერ დაარტყა და ფინეთი ყოველგვარი მეპის გარეშე მიიღეს, იცით თქვენ შვედეთთან ერთად შვედეთი ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ პრინციპში საბოლოო ჯამში მაინც ერთად და დაერტყა მაშინ რუსეთს, მაგრამ ერთი ადგილი როცა არ აგაქვს და ბაქი-ბუქოფ, ხო, ერთი ადგილი რო არ აქვს, ამაში ჩვენ ვწმუნდებით ყოველდღიურად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რუსეთი 50 მეტრით აქა-იქ ისიც მიიწევს წინ, 50 მეტრით პირდაპირ მნიშვნელობით, ის სტრატეგიულად ხო in general ხომ არ ხდება და შიგნით აი რუსეთის სიღრმეებში ახალ-ახალი პრობლემები, ძველ-ძველი და ახალ-ახალი პრობლემები აქვს, არა მხოლოდ რუსეთის სიღრმეში, არამედ შავ ზღვაზეც კიდევ უკრაინელებმა აუფეთქეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მცურავი საშუალება, გემი, საბრძოლო გემი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 100%-დან შერჩენილია სულ რაღაც 40, ბოლოს როგორ წავიკითხე, 45%, ანუ 55 განადგურებულიაო. სულ ვიტყვით, რომ ოდნავ გადაჭარბებულია, ოკეი, 40-ია შერჩენილი, 40-ია განადგურებული და 60-ია შერჩენილი და რა მე, ანუ კატასტროფა რუსეთისათვის. ამასობაში აღარ ვლაპარაკობ მალიუკის ჩატარებულ ოპერაციაზე და ასევე არ ვლაპარაკობ აი ხანდახან რომ დაგაცემინებს ხოლმე დასტურად, ხო ეს მეორე მომდის რომ მესამე ადრე მომივიდა 1-4 თვის წინ, გუშინ წინ მომივიდა და ახლაც მომივიდა. ოღონდ არაფერი გაციებული კი არა ვარ, მართლა იმიტომ აცემინებს რომ ვადასტურებ შევსმირნად თქოს. ვლადივოსტოკში ამასობაში, ვლადივოსტოკშიც კი უკრაინელებმა შეაწუხეს რუსები და რუსეთის სუსტი სახელმწიფო ხდება ყოველ შემდგომ დღეს და აი ეს კი ვერ გაუგია ბიზინა ივანიშვილს, აბას თუმნის ჰაერისაგან, ჰაერი როგორც ჩანს მასზე არც თუ კარგად, არც თუ დადებითად მოქმედებს, თუ აბას თუმანში არც ვიცი სიმართლე გითხრათ და ნაკლებად მაინტერესებს. კიდეც, მაგრამ ხო არის ხოლმე მაგას გულისხმობ. ხო და ამბავი რა არის, ესე იგი სომხეთი აზერბაიჯანის სომხეთზე აზერბაიჯანზე შევჩერდები უკაცრავად. სომხეთი აზერბაიჯანი ნელ-ნელა ეცლებიან. მოლდოვა პრაქტიკულად ბეწვისხიდზე კი არა მოლდოვა, მაგრამ რუმინეთი ყავს ხალხო დასავლეთით და რუმინეთმა ჩასჭიდა ხელი და რუმინეთი მიათრევს ამ ნეიტრალურ სახელმწიფოს, თუმცა მე მაინც მგონია რომ მოლდოვა რომელიღაც ეტაპზე გააკეთებს განაცხადს ნატოს შესვლის თაობაზე ან არ ახალ ალიანსში შესვლის თაობაზე, მაგრამ მიათრევენ
და მიხავთ ცუდი სიტყვა რო არ ვიხმარო უკრაინელებს შეეზიზღათ რუსები საუკუნოდ ესია 10,000 არ ვიცი 1000 წელი უნდა გავიდეს რომ უკრაინელს რიგით უკრაინელს 1000 წლის შემდეგ აი 1000 წლის შემდეგ დაბადებულ უკრაინელს გაუჩნდეს ლმობიერი განცდა რუსის ივანოვის, პეტროვის, სიდოროვის, პუტინის შთამომავლების მიმართ, ხო? რომელიმე ივანოვის შთამომავლების მიმართ, იმიტომ რომ რუსეთმა უსასტიკესი, უსაზიზღრესი რამ ჩაიდიდა. ეს გაცილებით რთული გადასალახი იქნება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შედეგები და ის რაც ხდებოდა მაინც ასე ვიტყვით ბევრ სახელმწიფო ბევრ ერსა და გერმანელ ეთნოს შორის ანუ შეზიზღება იმისა და გამო რაც ჩაიდინა ჰიტლერმა და ეს კომპლექსი თუ ეს ამბავი დაძლეული არ იყო და შეიძლება ითქვას რომ არც ეხლა ბოლომდე აღმოფხვრილი და რუსების მიმართ ეს ზიზღი იქნება უკრაინელების რა იქნება ზიზღი ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პირველ რიგებში ქვეყნებს შორის რომლებსაც რუსეთი ეზიზღება და საზოგადოების დონეზე ალბათ მაინც ვართ მეთქი თუმცა მეორე მხრივ რომ გახედავ განსაკუთრებით რეგიონებში აი ამ ტაშფანდურს რომელიც ბიზინა ივანიშვილმა მოგვახვია თავზე და ამ თვალებში შეციცინებას რუსი ტურისტების მიმართ და კანალის თამაშს მათთან ხო ხინკალი приглашаем вас давайте пообедаем თუ устроим пир какой-то ხო ამას რო უყურებ ნუ შეგეჯავრება მაინც არა მხოლოდ რეგიონებში სხვა შორის დედაქალაქის ცენტრშიც ეს მდგომარეობაა და დედაქალაქის ეს მდგომარეობა. მოკლედ საქართველოს უნდა ყოფილიყო მოწინავე და ეხლა კი მაჩანჩალა ქვეყანა აზერბაიჯანზე ვიტყვი რა მოხდა. რამდენიმე ხნის წინ რეიდი დაარტყეს ამ რუსმა მილიციელებმა და მათ შორის შევარდნენ რეიდებს ხო არ წყობენ და მათ შორის შევარდნენ აი ამ სადაც ვაჭრობენ და კომპაქტურად სახლობენ უმრავლეს შემთხვევაში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენლები ასე მაგალითად ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელები და ისე გამოიჭირეს და ისე სცემეს ორი აზერბაიჯანელი რომ სცემაში მოკლეს არ დააყოვნა ბაქომ რომელიც მხარგამაგრებულია ანკარიდან და არ დააყოვნა და უკვე მკვეთ ბაქოს ყოფნის უნარი შნო და არტყა და ურტყა თქვენ თავ ისევ იმპერია ხო როგორ ექცევი თუ ესეთი განცხადებები ისმოდა და ხოლმე სახელმწიფო ტელევიზიის არაბეთ ოფიციალურ დონეზეც კი ამასობაში აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს სპუტნიკში სპუტნიკი ქვია ხო სპუტნიკი ქვია სპეცოპერაცია და აღმოაჩინეს რომ იქ რამდენიმე ტიპია FSB-ს აგენტი და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი და მათი გაგდებაც მოხდა და ასე შემდეგ მოკლედ გადაიძაბა რუსეთი ხო არ დაზადნავს რუსეთს ხო მართლა გონია ნახეთ საითკენ მიგვაქანებს ჩვენ მიგვეკაჩება ხო რომ თვითონ პირველხარისხოვანი ქვეყანაა პირველხარისხოვანი ერია და დანარჩენები არიან ყველანი მეორე ხარისხოვანი აზერბაიჯანელები სადაც მესამე ხარისხოვანები ეგრეთ ისე მუსლიმები არიან ხო და თითქოს რუსეთში დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მუსლიმები არ იყვნენ მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში და ამაზე ვილაპარაკებოდა მოგვიანებით ხო და კატამ კი არა პანტერამ შავმა გაირბინა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მეთქი და მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მადლიერი უნდა იყოს აზერბაიჯანი იმისა და გამო რომ ის არ ჩაერია ყარაბაღის ბოლო ორ კონფლიქტში სომხები არ უნდა იყვნენ მადლიერები სომხეთის ხელისუფლება თუმცა მაინც უნდა ვთქვათ რომ ის რაც მოხდა აზერბაიჯანმა დაიბრუნა საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული და მერე გაღვივებული საბჭოთა რუსეთის მიერ ეს კონფლიქტი ელცინის პერიოდს გულისხმობ და ის ტერიტორიები და ის ისტორიულ სამართლიანობას არ გულისხმობს საბჭოთა კავშირის დროს დარგრევის დროს შექმნილი სამართლიანობა როგორც იყო საზღვრები ის აღდგა და ამან განაპირობა ბოდისფიხტი ერწამს ესე იგი ამ ყველაფერმა ისიც რომ აზერბაიჯანი ესე იგი წავიდა მიდის განერიდება და ისიც დატოვებს ადრე იქნება თუ გვიან ოდკბ-ს ესენგეს თუ ასე შემდეგ მოლდოვა ვთქვით უკრაინა ვთქვით ბელარუსი ვთქვით ესე გაყვრით მაინც ლუკაშენკოსა და პუტინს შორისაც იძაბება ურთიერთობა და კიდევ უფრო მეტად დაიძაბება
უკვე პოსტ-ლუკაშენკოს პერიოდში შეუძლებელია ამ გეოგრაფიულ სივრცეში არსებული ქვეყანა და საზოგადოება დარჩეს რუსულ სივრცეში რომ ვიცოდეთ. მაინც რაც არ უნდა პოსტ-პუტინისტურ პერიოდში განსაკუთრებით ეს ბარემ თქვა. ცენტრალური აზია გადის ის თვითკმარი გადის და დაიწყებს გასვლას. თვითკმარია ხუთივე რესპუბლიკა, ყაზახეთი განსაკუთრებით მას ჰქონდა პრობლემები რუსეთთან. თვითკმარია თურქმენეთი, რომელსაც აურაცხელი მარაგი აქვს ბუნებრივი აირისა და ალაგებს ურთიერთობას ჩინეთთან. უზბეკეთი თვითკმარია, ტაჯიკეთიც და დაგვრჩა ყირგიზეთიც, ხო? პრინციპში თვითკმარები არიან და ამასობაში იქ ჩინეთის soft პოლიტიკა მიმდინარეობს, შედის ეკონომიკური ექსპანსია, ვიღას რაღაც უნდა რუსეთი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. მეთქი, ახლა მე არ ვარაუდობ, რომ მაინც და მაინც ფინეთი დაუძაბავს კარელიის გამოდეს მე რუსეთს, ალბათ მაინც არა, თუმცა ატომაც არა ისევ როგორც იაპონია გადაუძაბავს და უმალ უფრო იაპონია გადაუძაბავს, ვიდრე კუნძულებისა და გამო, ვიდრე დაუძაბავს ფინეთი, თუმცა არც ერთს გამოურიცხავ და არც მეორეს. ამასობაში თუ მიაქციეთ ყურადღება მინიმუმ 7 მილიონიანი ოღონდ ფირმა არ მახსოვს და მაქსიმუმ 22 მილიონიანი საათი რო ეკეთათ 17 წლის კადიროვის 17 წლის შვილს და რაღაცა იარაღს რო ისრო და ჰაერში და ასე შემდეგ. ეხლა მე მათზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ამ ამბავზე არ ვლაპარაკობ ესე კონკრეტულად, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ აი ესეთია ჩრდილოეთ კავკასია რო ჩვენს გარშემო და აქ ამგვარობის შექმნასაც კადიროვშინის მოწყობასაც ცდილობს და გამოსდის, რაც თავარია, ნაწილობრივ გამოსდის ბიზინა ივანიშვილს ბანდფორმირებები დაიწყო ჩამოსახელება, რაც მე ვიცი, მე ოღონდ ძალიან ცოტა პროცენტი ვიცი, რა ბანდფორმირებები მოქმედებენ შავ-შავად ჩვენს ქვეყანაში. დაიწყო მართლა ვიცი, უშუალოდაც ვიცნობ მეთქი, 2-3, არა 2 მაინც ბანდფორმირებების წარმოადგენლებს. მე ვილაპარაკო რომელი კრიმინალი ჩამოვიდა, რომელი კრიმინალმა რომელი ჩააჩუჩა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ხო ვიცი და ისიც ვიცი ვინ ვისთან სახელმწიფო დონეზე ვინ ვისთან ჩაშკა ლოშკობს და შეკრული იყო და არის სახელმწიფო დონეზე და არა მხოლოდ არამედ გავლენიანი პირების დონეზეც კი და ამაში ხა მე მაინც და მაინც ძალიან კვალიფიციური არა ვარ და ამიტომ მოვერიდები ესეთი ზედაპირული ინფორმაციების გავრცელებას, მაგრამ ფაქტად რჩება. ხო და როგორი ქვეყანა საკეთებს ამასობაში გარდა იმისა, რომ პრორუსული იქნება და ამასობაში სომხეთი წავიდა, თურქეთთანაც დაალაგა ურთიერთობები, შეერთებულ შტატებთან ალაგებს ურთიერთობებს, უვიზო რეჟიმი ექნება, ჩვენ ჩამოგვართმევენ, მათ ექნებათ, კი არ ვეჯიბრები, მათ ულოცავ, მაგრამ მაინც აზერბაიჯანი მთლიანად თურქულ პოლიტიკაზე ყაიდაზეა აწყობილი, ცენტრალური აზია გადის, იქ რუსეთში უშუალოდ შეიქმნება პრობლემები, რუსეთის განსაკუთრებით ურალს იქით ხო ტატარსტანში ასე მაგალითად ხო იმიტომ რომ არავის არ უნდა გამოყვებოს ეს ცენტრალური და დასავლური რუსეთი მოსკოვ პეტერბურგი იმათმა იარონ და იბლატაონ ევროპებში ან აღარც იბლატაონ მაგრამ მაინც და ამასობაში 5 ივლისი როდის რომელიც რუსეთის მოხრჩობა საკენ გადადგმული კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ლინც იგრემს ვენაცვალე მე და ტრამპი მაღალი ალბათობით მოაწერს ხელს და ტრამპი რომ მოაწერს ხელს, ამიტომაც არიან გაგიჟებულები რუსები. ხო, ისიც არ დაგვაწყდეს იმის თქმაც, რომ 2026 წელს გადაგიჟებულმა რუსეთმა რომელმაც დაინახა, რომ ნატო 5%-მდე ზრდის ერთი სახელმწიფოს გარდა საკუთარ თავდასხმის ხარჯებს, ხო, ანუ რამხელა სივრცეა ეს ნატო წარმოიდგინე ქვეყნების ბიუჯეტების, ეკონომიკის და ასე შემდეგ. ხოლმე ის 5%-მდე ზრდის თავდასხმის ხარჯებს ერთი სახელმწიფოს გარდა და თვითონ კი რუსეთმა შლეგმა რა თქვა მე არა 26 წლიდან შევამცირებ თავდასხმის ხარჯებს ესვე დამთავრებული იქნება 26 წელს და დარჩა 26 წლამდე 7 თვე ხო 6 თვე ხო და მოკლედ ესვე ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მარცხ ხდება და ასე შემდეგ და ამასობაში წას აი ჩემს წინ არის ლარიანი მაღაზია ხა მართლა არის ლარი ღირს თუ არ ღირს ვაზელინი ეგრეთ წოდებული მაგრამ წასმული აქვს ხა თავზე გამობიზინებულ ყველას და ბიზინას უშუალოდ ეს ვაზელინი და მიეტენებიან პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა ეს ფიგურალურად ვამბობ, ხადია მართლა ვაზელინს ხო არის ვამენ თავზე, მაგრამ მიეტენებიან ესენი რუსულ აქაურ კადიროვშინას ერთ ფარცხალაძევშინას თუ გდებოთ ასე ვიტყვი, ქმნიან და არა მხოლოდ ფარცხალაძევშინას და კურდული რაზბორკების სივრცეა ეს, სამწუხაროდ ნარკოტიკების სივრცეა ეს, სამწუხაროდ და საქართველოს არ აქვს დასავლური ორიენტაცია, ხვალძექს ამოგვართმევენ უვიზო რეჟიმს, მაზექს წაგვართმევენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ასე შემდეგ ესეც პირობითად ხვალზექ და პირობითად
მაზეგ და რას ვაპირებთ ჩვენ? მე ბარემ ვიტყვი რომ მე მივესალმები იმ ერთობას, რომელიც შედგა, რომ 8 პოლიტიკურ პარტიამ მოაწერა ხელი იმას, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პრინციპში 8-ს გადაწყვეტილება იმ თავითვე იყო ცნობილი და ახლა უკვე ამ თავითვეა ცნობილი, ანუ ახლაც ცნობილია. აქ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ლელოს როგორღაც გადააფიქრებინოთ. და ამაზე თუ მაგაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავიგერო, არ მონაწილეობთ, მაგრამ ახალი სტრატეგიები დასახოთ ტაქტიკები თუ გინებთ ასე ვიტყვი და მე წინა ბლოკში გავაკრიტიკე რა ერთობა ფაფუ მეთქი თქვი ასე, მაგრამ არა აქ ხა მნიშვნელობა ფაფუა თუ არა ფაფუა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი აზრით უნდა დავკიდოთ ერთი თარიღი, მე ვთქვი რომ 1 სექტემბერი მეთქი და უწყვეტად უნდა ვიყოთ ქუჩაში 10,000 კაცი ჩამოიყვანოს ხსენებულმა ლელომ თუ ძლიერმა საქართველომ 17 ვიღაცამ, 15 ვიღაცამ დედაქალაქში შევიგდებოთ ასე მაგალითად 1 სექტემბერს, პარალელურად იყოს რაღაცა პროცესი სხვაგანაც მანამდე აგვისტოში გადაძაბები, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის კონტექსტში, სარეკლამო რგოლები, გადაძაბები ქუჩების გადა ბევრი რამ, მაგრამ აი პირველიდან დავიწყოთ ახალი ენერგიით მეთქი ეს თქვი, თუმცა მე მივესალმები ამ 8 პარტიის ერთობას ვუდასტურებ მათ პატივისცემას, მე ძალიან გამახარა იმ ამბავმაც, ამადებით რომ ლაკამ შეწყვიტა შიმშილობა, მისი მოთხოვნა პრინციპში შესრულებულია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სოფლიო კონტექსტის ვილაპარაკეთ პოლიტიკოსებო, ძვირფასებო და აუხსენით რიგით ამომრჩეველს ის სად დამყაკში, ჭაობში და ქაქში გვტოვებს ბიზინა ივანიშვილი. მაშინ, როდესაც პარალელურად ეს პროცესები მიმდინარეობს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც გადიან, მოლდოვა გასულია, უკრაინა გასულია, ბელარუსი გავა, ფინეთი განთავისუფლა კი არა, ნატოს წევრი სახელმწიფო გახდა, ბალტიელებზე აღარც ვლაპარაკობ და ასე შემდეგ და აქ პაპუაშვილი და ეს აგენტი როგორია? კობახიძე ვილაპარაკებია deep state, სოდა ხო არ უბერა თქვენ მართლა და მართლა ქვეყანას პერსპექტივა ესპობა, რა ვიცი, აი ეს უნდა მეთქვა ოპტიმისტური შესახილები აუცილებელია ჩემო კარგებო, ცოტანი ვიყავით, უნდა იქნები გულახდილი ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ ყოველ შემთხვევაში. არც ორგანიზებული არ იყო და ინფორმაცია არ იყო მისულიო ბევრ მოქალაქემდეო იტყვის ბევრი თქვენგანი და მართალიც იქნება ალბათ, მაგრამ ცოტანი ვიყავით და უნდა ავწიოთ ადგილი ბოდიში. მოგეთ უნდა მოვინდომოთ და გამოვიდეთ და პოლიტიკოსებსაც უნდა ვენდოთ, ეს პოლიტიკური პროცესია, არ არიან ესენი იდეალურები, მაგრამ ისინი არიან რაც არიან და პოლიტიკოსებს უნდა ვენდოთ, რომ პოლიტიკური პროცესი წარმართო. ეს ჩვენს პასიურობას კი არ ნიშნავს, ახალი ტიპის პოლიტიკოსებიც გამოდიან ასპარეზზე და მათაც უნდა ვენდოთ და ეს დისკუსიები უნდა გაიხსნას, უნდა ვიმსჯელოთ რაღაცა და დავამთავროთ ეს რეჟიმი როგორც ასეთი. ნახვამდის.